რეკლამის შემდეგ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში საქმიანი ლასუყურებს ტელეპირულზე და უსმენთ რადიოების თბილისის და ხეილეთის საშუალებით 93-ზე და 5-ზე და 100-სა და 8-ზე. ორშაბათი გალთენ თაგარტის დღეა. გიორგი მდავრტოვა გადაინაცვლა პლაზმასთან და ქვეყნის მთავარი საინვესტიციო ბანკის გალთენ თაგარტის ანალიტიკას გრაფიკული მხარდაჭერით გაგვაცნობს. დღეს ევა ბოჭორიშვილის გარეშე დილემშვიდობის გიორგი. კი, დიდი მადლობა ესეთი წარდგენისთვის. მართლა ესეთი მიმდინარე დანაკარგია, მხოლოდ მე ვერ შევძლებ ერთ შემთხვევაში ისეთი ინტელექტით ან მით უმეტეს ზემოდან ვიზუალით შევასო, როგორც ევა ბოჭორიშვილია. ზოგადად როგორც გალთენ თაგარტის ანალიტიკოსები არიან, მე მოხარული ვარ, რომ ნინო პაპავასთან, ევა ბოჭორიშვილთან ერთად ჩვენ გვექნება საშუალება ამ კვირაში ალიმ ხასანოვსაც უმასპინძლოთ. თუმცა მანამდე არც მეტი არც ნაკლები მე დღეს უნდა შემოგთავაზოთ გალთენ თაგარტის ანალიტიკა. დაწმუნებული ვარ ამას მთელი წამყვანი საინვესტიციო ბანკის ანუ გალთენ თაგარტის თანამშრომლები ახლა უყურებენ, მათ სახეზე ღიმილია, ვინ არის ეს, ვინც შეცვალა თვით ევა ბოჭორიშვილიც კი. მოდით არც მეტი არც ნაკლები რაც ყველას მოგდით, ვინც გამომწერი ხართ გალთენ თაგარტის საინფორმაციო გზავნილებისა, მიმოიხილოთ მიმდინარე კვირაში არსებული მდგომარეობა, რომლის ვიზუალსაც მიღმა გალთენ თაგარტის ბრენდირებული პლაზმისა შემოგთავაზებთ. ფულად გზავნილებთან დაკავშირებით, დაიდო შედარებით ახალი ინფორმაცია, ქალბატონებო და ბატონებო, და მან არც მეტი არც ნაკლები ოქტომბრის თვეში 102.5 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 14%-ით საერთო ჯამში არის გაზრდილი 2015 წლის ანალოგიურ, ანუ ოქტომბრის მაჩვენებელთან მიმართებაში. ფულადი გზავნილები გაზრდილია ყველა ძირითადი დონორი ეგრეთ წოდებული ქვეყნიდან, გარდა რუსეთისა, საუბარია ამერიკის შეერთებულ შტატებზე, საბერძნეთზე, იტალიაზე, თურქეთზე. თურქეთში ზრდამ შეადგინა თითქმის 75%, 74.2% და ასევე გაზრდილია გზავნილები საკმაოდ დიდი მოცულობით 82.2%-ით ისრაელიდან. საგარეო ვაჭრობასთან მიმართებაში ასევე საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია დადო საქსტატმა. 2016 წლის ოქტომბერში საგარეო ვაჭრობის დეფიციტი წლიურად 8.5% გაიზარდა და 465.4 მილიონი შეადგინა. საუბარია ცხადია ამერიკის შეერთებული შტატების დოლარზე. საგარეო ვაჭრობის დეფიციტი წლიურად, როგორც მოგახსენებთ, თითქმის 9%-ით გაიზარდა. ამასთან ექსპორტი წლიურად 0.7%-ით გაიზარდა და თითქმის 190 მილიონი შეადგინა. უფრო ზუსტი ციფრები 0.7%-იანი ზრდისა გახლავთ 199.3 მილიონი, ხოლო რაც შეეხება ამ შემთხვევაში უკვე იმპორტს, აქ არის საუბარი 6.3%-იან ზრდაზე და თანხობრივად ეს გამოხატული არის 655 მილიონ დოლარში. და ძალიან მნიშვნელოვანი თემა კიდევ ერთი, რომელსაც გალთენ თაგარტის ანალიტიკა მიანიშნებს და გონებს ჩვენი მაყურებლების და რადიომსმენელების ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს. საუბარი ამ წარმოებელთა ფასების ინდექსზე, რომელიც ასევე გაანალიზებულია ცხადია საქსტატის მონაცემებზე. 2016 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით წარმოებელთა ფასების ინდექსი 1.3%-ით გაიზარდა. თვის ინდექსზე საუბარია ფორმირებას ძირითადი ზეგავლენა იქონია დამამუშავებელი მრეწველობის სექციის ფასების დაახლოებით 1.5%-ით, 1.3%-ით ზრდამ, ასევე ფასების ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და წყლის წარმოებაში და აქაც საუბარია დაახლოებით 1.4%-ზე. და ფასების ინდექსი წარმოუდგენელია, უკაცრავად მწარმოებელთა ფასების ინდექსი წარმოუდგენელია წლიურ წილში, რომ არ განვიხილოთ. წლიურად მწარმოებელთა ფასების ინდექსი არის შემცირებული დაახლოებით 2%-ით, 1.9%-ით. და საუბარია რომ ეს შედარებითი ამ დროს შედარებას ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინდექსის ფორმირებაზე შესაბამისი გავლენა წლიურ წილში იმოქმედა ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციაში საუბარია დამამუშავებელ მრეწველობაზე და კვლავ ელექტროენერგიაზე, აირზე და წყლის წარმოებაზე. შესაბამისად აქ არის კლება დამამუშავებელი მრეწველობის მიმართულებით -2.7%-ით, ხოლო ელექტროენერგიის და აირის და წყლის წარმოების მიმართულებით საუბარია დაახლოებით 4.6-4.6%-ით მატებაზე.
აი ეს იყო განახლებული ინფორმაცია. მე მესმის რომ ვერ გავამართლე სავარაუდოდ ის იმედები, რაც დუეტში ხდება. როცა ჩვენ ვართ აქ წარმოდგენილი გალტენ ტაგარტის ანალიტიკოსთან ერთად, მაგრამ მერწყმუნეთ ეს კვირაც და შემდეგ კვირაც იქნება საკმაოდ აქტიურად წარმოდგენილი მათი ხედვები, მათი ანალიტიკაც და როგორც დავაანონსე უახლოეს 2 დღეში ველოდოთ რეგიონალურ ჭრილში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბევრი მიანიშნებს, რომ არის კურსი სწორედ ამის მიზეზად ტურბულენტობს. ალიმ ჰასანოვ კიდევ ერთ ანალიტიკოს, რომელიც რეგიონალურ ჭრილში მიმოიხილავს ჩვენს და ჩვენი მეზობელი ქვეყნების ეკონომიკას. იმედია თქვენი იმედების გავამართლე. მხოლოდ სიამაყის განცდით შემეძლია ვთქვა, რომ გიორგი, მე მგონი შედგა ეს რუბრიკაც, თუმცა ველოდებით უკვე გალტენ ტაგარტის წარმომადგენლობასაც. გალტენ ტაგარტში დაგტოვებთ შენ, გვანცალაღიძეს და ბუენოს აირესს. ჯერ დაბრუნდით თუ შეიძლება მაგიდასთან. და მე მიყურეთ. ველოდებით გიორგის მაგიდასთან და საინტერესო ამბით ბრუნდებით სულ რამდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში, მანამდე გადავხედოთ კალენდრის კოლაჟს.